ჩემი მოხსენება ეხება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და მარშლიანის სასახლის გარიყულაში არსებულ მარშლიანის სასახლის მოხატულობათა მსგავსებას. აღნიშნული მოხსენების წინაპირობა იყო ის, რომ ამ ზაფხულს მომიწია მარშლიანის სასახლეში სტუმრობა რაღაც გარკვეულ პროექტთან დაკავშირებით და აქ გამოჩნდა, უბრალოდ დამაინტერესა ამ მსგავსებამ, რომელიც აკადემიისა და აღნიშნული შენობას ეხება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩავყევი საარქივო მასალას და აღმოჩნდა, რომ არაერთ მკვლევარს შეუმჩნევია ჩემსავით ეს მსგავსება და გადავწყვიტე აი ერთ-ერთ ასპექტზე გამახვილებინა ყურადღება. ყველას, ვისაც ერთხელ მაინც მოუკრავს თვალი თბილისის სამხატვრო აკადემიის ან გარიყულას თარხნიშვილების სასახლის ინტერიერისთვის, უდაოდ შეუმჩნევია მათი დეკორატიული გაფორმების მსგავსება. მეც მათ რიგში ვარ, თუმცა ამ მსგავსებასთან ერთად ქართლის სასახლის დეკორში აშკარად იგრძნობა თავისებურებები, რომლებიც მას განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს. წინამდებარე მოხსენებაც სწორედ ამ ორ ძეგლს შორის კავშირები და განსხვავების გამოკვეთის მცდელობაა. ვახტანგ ბერიძე თბილისის ხუროთმოძღვრებაში წერს: თბილისში არშაკუნისეული სახლის ინტერიერების დეკორატიული გაფორმება, სარკებიან ფონზე გამოყვანილი თაბაშირის ორნამენტაცია, მოხატულობა, აღმოსავლეთში გავრცელებული ყვავილოვანი მოტივები, ვაზები, ცალკეული ფიგურებით, სპარსულწარწერიანი მედალიონებით უეჭველია თბილისში მომუშავე ირანელი ოსტატების მიერაა შესრულებული. როგორც ორნამენტული მოტივები, ასევე თვითმოხატულობის საერთო ანალოგია და სტილისტური ნიშნები გვიანირანული დეკორის ტრადიციებს უკავშირდება. ამის მონათესავე მოხატულობა ჩვენ აზერბაიჯანშიც გვხვდება მე-15-მე-19 საუკუნეების სასახლეში. საქართველოში ანალოგიური სახით იყო დამუშავებული ეგრეთ წოდებული მარშლიანის სასახლე გარიყულაზე, ქართლის სოფელ ახალქალაქში. ციტატის დასასრული. 1856-57 წლებში მდიდარი სომეხი ვაჭარი ვარდან არშაკუნი არქიტექტორ გრიგოლ ივანოვს თბილისში გასაოცარი სასახლის მშენებლობას უკეთავს. კომერსანტი კაცის გულში, რომელიც თითქოს ანგარიშებში, საქონლისა და ფულის ტრიალში, მომგებიანობაში იყო დათქმული, თურმე ინასკვებოდა მთელ მის არსებაში ღრმად იდგამდა ფევს ერთი იდუმალე ხვაშიადი. ეს იყო ნატრა ზღაპრული სახლისა, რომელთაც მთელი ამიერკავკასია უნდა განეცვიფრებინა. ეგები ჯერ კიდევ ბალღობაში, როცა ქუჩებსა და ბაზრებში და დანტალებდა, ან და ხელის ბიჭად ჰყავდა დუქნებსა და სახაბაზოებში, მოხეტიალე საზანძრების სიმღრებმა და მეზღაპრეების მონაყოლმა გაუხდინეს ყური იმ საარაკო სასახლეების, ზღაპრული პალატების აღწერით, რომელთაც ბროლის კედლები, სარკებიანი ჭერი ჰქონდათ, მარგალიტის შადრევენები ამოშჩქებდათ და მოგიზგიზი აღმოზალდური ფანტაზიით ნაშობ 1000 ჯურის სამკაულებს დაეხუნძლათ. ციტატის დასასრული. ჰოდა ეს გაგონილი ღრმად ჩავფეჭტობა წარმოსახვაში შესაძლოა ეს სწრაფვა სხვა წყაროებიდან ჩაესახა, მაგრამ ერთი კია, რომ ზღაპრული სახლი მყარად ჩაჯდომია ტვინში, ათეული წლებში კვიდრდებოდა მის არსებაში და მთელი მონაგარი და ნაშოვნი ოსნების ახსნისკენ იყო გამიზნული. წერს მისი თანამედროვე ანდრეი ფადეევი თავის მოგონებებში. მართლაც არშაკუნმა თავისი იდეის განსახორციელებლად არ ძალისხმევა და არც ფინანსები დაიშურა და განსაცვიფრებელი სასახლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც რამდენიმე წელს გაგრძელდა. მართალია სახლის მეპატრონე ოცნების ასრულებას ვერ მოესწრო და მშენებლობის დასრულებამდე გარდაიცვალა, თუმცა იდეა განსაცვიფრებელი სასახლის აგებისა ნამდვილად შეძლო. სასახლის მშენებლობა კი მეტადრე მისი ინტერიერების მოსართავად არშაკუნს სპარსეთიდან მოუწვევია ოსტატები, მხატვრები, მეჩუქურთმეები, მომვარაყებლები, რომლებიც დიდი გულისყურით შესდგომიან საქმეს. აი განსაკუთრებული ფარეზობით იგებოდა ბროლისა და სარკის დარბაზები, რომელთა ჭერსა და კედლებს მოზაიკური სარკისა და ფერადი მინის არაბესკები ჰქონდათ დაყოლებული. უამრავი ოთახი მოკაზმეს, ყველა თავისებურად და სხვადასხვა გემოვნებით, უფრო სწორედ უგემოვნოდ. კრიტიკას არ იშურებდა მისი თანამედროვე. დარბაზები მართლაც რომ ვირტუოზულად არის შესრულებული და გვიანირანული სასახლის კაცრავად გვიანირანული სასახლეების ინტერიერებისათვის დამახასიათებელი დეტალებითაა დამუშავებული. სასახლის დარბაზები სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებს მოიცავდა და თითოეულში მოგზაურობა მართლაც რომ 1001 ღამის სიზმარს გავდა. ეგრეთ წოდებული ბუხრიანი ოთახები, სარკეებიანი დარბაზები, ბიბლიოთეკა, საბილიარდო შესასვლელი, ვესტიბული და სხვა სივრცეები ერთიანად არის შემკული. თუმცა მათი მხატვრული დატვირთვა მთავარ სივრცეზე, სარკებიან დარბაზებსა და ძირითად ბუხრიან ოთახებზეა გათვლილი. თვალით მიყვები ყვავილოვანი მოტივების დეკორატიულ მოხატულობას, ან და ძერწული თაბაშირის ორნამენტებით დაფარულ კედლებს, რომელიც თეთრი მაქმანის სისადავეს გახსენებს. სწორედ აქედან იწყება რელიეფებზე ელეგანტურად სპარსული ბაროკო, ჭერზე გასული არაბესკები, დეკორის დინამიკურობა და მოქნილობა, მოტივის დაუსრულებელი გამეორება და მერე ერთიან მონუმენტურ ფერწერად გადაიქცევა, სადაც არც ერთი პეიზაჟი და თაიგული არ მეორდება. სივრცეებიან ერთიან მაქმანს ემსგავსება, სადაც ძნელია რომელიმე დეტალზე კონცენტრირება, იმდენად გაბრუებს, გათხრობს და ხიბლავს
არსებობს სივრცეების ერთიანად მომცველი პლასტიკური ხაზოვანება და მნახველის თითქოს შვიდ განცხრომას ეძლევა. აი ეს არის სწორედ ეს ინტერიერები, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და რომელიც ახლახან არის რესტავრირებული. რესტავრაციამ უფრო მეტად წარმოაჩინა მთელი შენობის დიდებულება, მისი ინტერიერის მრავალფეროვანება და ეს მხატვრული გამომსახველობა, რომელიც მართლაც განსაკუთრებელ შთაბეჭდილებას ახდენს დამთვალიერებელს. არშაკუნის სასახლის არქიტექტონიკა ინტერიერის შემკულობის საერთო დეკორატიულ ქარგაში ერთვება, სადაც ერთნაირ ყურადღება ეკრობა პირველ და მეორეხარისხოვან დეტალებს. ინტერიერთა სიმეტრია, რიტმიკა მონუმენტურ განმეორებითობაში გადადის, რომელიც თავისი ბუნებით უკიდურეს დეკორატიულობამდეც კი მიდის. დეკორი ყოველ შემთხვევაში დენად ხაზად გამოიკვეთება, ზოგჯერ კი სრულად იკარგება და ერთიან აჟურად გარდაიქმნება. სწორედ მასშია ჩაქსოვილი ინტერიერთა გაფორმების ფერადოვანი გამაც, რომელიც კონტრასტებზე აგებული. ფერის დეკორატიული რიტმიკა ირეკლება განსაკუთრებით სარკებიან სივრცეში და ზღაპრულ ათინათებს ქმნის. გარიყულაში მდებარე მარშალიან სასახლეც არშაკუნის მსგავსად 19 საუკუნის 50-იან წლებში აგებული. ისტორიული ცნობებით დგინდება, რომ ნოსტედან გადმოსულ დავით თარხნიშვილს გარიყულაში ერთსართულიანი სახლი აუშენებია. სწორედ ამ სახლზე მოგვიანებით მისმა შვილმა ალექსანდრემ და კონსტანტინემ სასახლე დააშენეს. სპარსული ერით გაფორმებული სასახლე მარშლიან სასახლედ არის ცნობილი. ცნობილია, რომ დავით თანხმოვურავის შვილი კონსტანტინე ყოფილა შემახიისა და ბაქოს გენერალ-გუბერნატორი, რომელსაც გარკვეული ტიპის ურთიერთობა ჰქონია ირანის შაჰთან. სწორედ მისი რჩევითა და დახმარებით დაუწყია სასახლის მშენებლობას, თუმცა რა ტიპის დახმარება გაუწია შაჰმა ჩვენთვის უცნობია. შესაძლებელია სწორედ მისი რეკომენდაციით საუკეთესო ოსტატები სპარსეთიდან ჩამოიყვანეს, რომლებიც 15 წლის განმავლობაში მუშაობდნენ სასახლეზე. ძველად შენობის პირველ სართულზე საძინებელი ოთახები იყო განთავსებული, ხოლო მეორე სართულზე დარბაზები, სასადილო, შუშაბანდიანი ლოჯია და მოსასვენებელი ოთახები. პირველი სართულიდან ხის ხვაული მუხის კიბით ხდებოდა დაკავშირება მეორე სართულზე ოფიციალურ სასტუმრო ცერემონიებისა და შინაური თეატრისთვის გათვალისწინებულ სივრცეში. ინტერიერში ოთახების ჭერი ტაღოვანი ეს არის სასახლე, ეს არის გასული საუკუნის შუა ხანების ფოტო, სადაც შენობა ნამდვილად სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა დღესაც არანაკლებად გამოიყურება მიუხედავად ამ დროის სხვაობისა. ინტერიერში ოთახის ჭერი თაღოვანი ფორმის არის და სტალაქტიტებიანი ორნამენტიკით შემკული, ხოლო ძირითადი დარბაზებისა და ლოჯიისა, რომელიც სივრცის მთავარ მხატვრულ მახვილს ქმნის, ხალიჩისებრი ორნამენტით უხვად დეკორირებული. სასტუმრო საკმაოდ დიდი ზომის ოთახი შემკულია ეს არის ეს ოთახი, შემკულია ჭერ კედლების გადაბმის ადგილას განთავსებული ფრიზისა და ჭაღის გარშემო არსებული ნახშირით. სადა კედლები დეკორირებული ყოფილა სიბრტყეებზე რიტმულად განმეორებადი მსხვილი ორნამენტით. როგორც 1987 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ზოგი რამ მარშლიან სასახლის შესახებ ვკითხულობთ, აღნიშნულ თაბაშირის ნაძერწობაში ქალის ფიგურა ყოფილა ჩართული, ამალითა და შესაბამისი ატრიბუტიკით. ავტორები მიიჩნევენ, რომ აქ ნადირობის ქალღმერთ დიანას გამოსახულებასთან ჰქონდა საქმე. სამწუხაროდ აღნიშნული დეკორის დეტალური ფოტო აღარ გვაქვს, თუმცა შემორჩენილი საარქივო ფოტოს მიხედვით სივრცის ზოგადი ხასიათის განსაზღვრა არის შესაძლებელი. კედლებზე სიმეტრიულად თავსდება დეკორატიული ნაძერწობა, რაც ერთგვარ რიტმიკას ქმნის, თუმცა ის არ ითვისებს სრულ ზედაპირს და ფონად არსებულ კედლებზე ერთგვარ დამატებით ელემენტად დეკორად აღიქმება. როგორც ჩანს, თავად დეკორი სკრუპულოზურად უნდა ყოფილიყო დამუშავებული, რადგან შიგნით საკმაოდ რეალისტურად გადმოცემული ფიგურული კომპოზიცია იყო ჩართული. დეკორი საერთო განმეორებითობა და ცხადია ქმნიდა დეკორატიულ სურათს, თუმცა ამგვარი სურათი სივრცის ფონება, დატოვება და ფიგურა და რეალისტურობა და კომპოზიციის შინაარსიც კი მეტად ევროპულ ხელოვნებას, კერძოდ კი როკოკოს ხანის ინტერიერთა შემკულობისგან უნდა იყოს ნასესხები. დარბაზის კედლები ერთგვარი დეკორატიული სისადავე, თუ შეიძლება ამას სისადავე ვუწოდოთ, მეტად მძიმდება ჭერსა და პლაფონზე, სადაც საკმაოდ მოცულობითი ერთიანი ფრიზი და ასევე მასიური სარკეებით შემკული ნახშირია განთავსებული. თუმცა საბოლოო ჯამში სივრცე მეტად მსუბუქად იკითხება, განათების წყალობით, რომელიც უხვად ეფინება დარბაზს ლოჯიიდან. აღნიშნული სივრციდან განსხვავებით, ლოჯიის შემკულობა, რომელიც მის მიმდებარედ მდებარეობს, სრულად აღმოსავლური განწყობით იქნება. მისი კედლებისა და ჭერით სპარსულ-აღმოსავლური ორნამენტით არის დაფარული. სამწუხაროდ ჭერზე არსებული საკმაოდ მოცულობითი სტალაქტიდიანი ფრიზი ნახშირით დაკარგულია. მათ შორის მიმობნეული ყოფილა ორნამენტული ყვავილოვანი ნახატი.
ლოჯიის კედლები იატაკიდან ფრიზამდე ერთიანად არის შემკული სხვადასხვა მოტივების დეკორით, რომელთა შორისაც უხვია მცენარეული, ფრინველთა თუ დეკორატიული ლარნაკების, ეგრეთ წოდებული ცეცხლოვანი ენების ბუტა ორნამენტის გამოყენება. კედლების სივრცე ჰორიზონტალურად დანაწევრებული თაბაშირის დეკორატიული მოჩარჩოებით მოისაზღვრება, რომელთა შორის გაჩენილი არეებიც ასევე დეკორატიული ნახატით იფარება. მოჩარჩოება ბუნებრივად გადადის ღიობთა თაღოვან ფორმაში, რომლის გარშემო არსებული შემკულობაც ნახატობით სივრცის გამონაკლისის გარეშე ერთიან მოცემულობად აქცევს. ჩარჩოში ჩასმული ნახატის ძირითადი კომპოზიცია მცენარეული ყლორტებისგან აღმოცენებული ფორმა, რომელიც ზედაპირს ლაიტმოტივას გასცემს. მასი ყლორტებიდან ამოიზრდება დამატებითი სხვადასხვა ფორმისა და ფერის მცენარეები, რომლებიც თავისუფალ ზედაპირს სრულად ავსებენ. ცენტრში დეკორატიული ლარნაკი დგას, რომელიც ერთიან ხალიჩად გადაქცეულ ზედაპირზე თვალის მოძრაობას წამი დაჩერებს. მის ზემოთ ცეცხლოვან ალების ფორმაში გადადის და ზედა მონაკვეთში დეკორატიულ აღმოსავლურ თაბაშირით მოსაზღვრულ მაქმანში გადაიზრდება. კედლის ზედაპირის მამკობი კომპოზიციები აშკარად ვერტიკალურია, რომელიც წონასწორობას ქმნიდა სტალაქტიტებიან ერთიან არშიაზე და ასევე კედლის ქვემოთ არსებულ მოხაზულ დეკორატიულ რეგისტრზე. ძირითადი კომპოზიციისგან განსხვავებით, ზედა რეგისტრი მეტად სადაა, რომელიც სურათთა ერთგვარ ბაზისებს მოგვაგონებს. ლოჯიის დეკორის შემკულობაში მნიშვნელოვან აქცენტს ქმნიდა მის ცენტრში მოწყობილი მცირე ზომის შადრევანი, რომელშიც წყალი და ხანდახან შთაბეჭდილების გასაძლიერებლად ღვინო მოედინებოდა. თუმცა ცხადია, სივრცის მთავარ მახულს, ისევე როგორც სრულიად სასახლისა, თავის დროზე ფერადი მინებით შემკული ლოჯია წარმოადგენდა, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი. აღნიშნული ლოჯიის მარჯვნივ მცირე ზომის ოთახი წმინდა სპარსულ-აღმოსავლური ორნამენტიკით იყო დამშვენებული. განსხვავებულია თავად ოთახის ჭერიც, რომელსაც შეისრულ თაღოვანი ფორმა აქვს. ჭერის არქიტექტონიკა საერთო კომპოზიციას ექვემდებარება და ზემოდან ქვემოთ სხივივით იშლება. სარკეების ფონზე წარმოდგენილია ნაძერწი ორნამენტი, შევსებული ფერწერით. ოთახის კედლები ლოჯიის კედლების მსგავსად არის დამუშავებული, რომელიც გრეხილი ლილვით გარშემოვლებული თაღით ბოლოვდება. ლოჯიასთან შედარებით კედლის სიბრტყე უფრო ღრმად არის ჩაძირული, რაც სიბრტყოვანებასა და დეკორატიულობის შთაბეჭდილებას აძლიერებს. ჭერკედლები მთლიანად მოხატული ყოფილა, მათი შეერთების ადგილი დიდი ზომის მცენარეული ორნამენტით, რომელთა ცენტრში ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. ოთახის აღმოსავლეთ კედელზე შეისრული ფორმის განჯინაა ორმაგი კარით, რომელიც ასევე მოხატულია და ეწერება ინტერიერის საერთო მხატვრულ სპეციფიკაში. დეკორატიული ყვავილებით სავსე ლარნაკები, მედალიონები, ჩიტები, მცენარეული ყვავილები დიდი ოსტატობით არის ჩახატული და ხალიჩისებრივ შთაბეჭდილებას ქმნის. სამხრეთ მონაკვეთში ორი არუსიანი ბუხარია დატანებული, სტალაქტიტური ნაძერწობით დასრულებული. ცენტრალურ ნაწილში წარმოდგენილია ვარდის ბუჩქისა და ბულბულის არაჩვეულებრივი კომპოზიცია, რომელსაც თითქოს ერთგვარი სივრცე შემოყავს ერთიან მომაქმანებულ სივრცეში. ეს არის სწორედ ის დეტალები და საარქივო ფოტოები აღნიშნული სივრცის. მოხატულობის ფერთა გამა თბილი ტონალობის არის. თეთრ მოოქროვებულ ფონზე ჭარბობს ლურჯი ნაცრისფერი, მუქი მწვანე და შინდისფერი ტონები, რომელსაც არაჩვეულებრივად ერწყმის იასამნისფერი და მწვანე ტონალობა. აღნიშნული მცირე ზომის ოთახი დეკორატიულ ზღაპრულ თაუბრუს დამხვავის სივრცით ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. თუმცა სივრცის განსაკუთრებულ სიმძაფრეს ძენს ფასადის მხარეს საკმაოდ დიდი ზომის ფანჯარა, რომელიც სინათლის უსწყაროსთან ერთად თითქოს აჩერებს, ანელებს თაუბრუს დამხვავ სივრცეს და მისგან ხილულ, თვალუწვდენელ მშვიდ პეიზაჟში გადაყავს. ლოჯიიდან მარცხნივ ასევე მცირე ზომის ოთახია, რომელსაც ბაირატინსკის ოთახს უწოდებენ. ოთახის კედლებზე გადმოტანილია ჩინური ჩაის კოლოფის მოხატულობა, რომელიც მეფისნაცვალ ბაირატინსკის საჩუქარი იყო და ოთახსაც ბაირატინსკის ოთახი დაარქვეს. შთამომავლების გადმოცემით, ბაირატინსკისვე նաჩუქარი ყოფილა ამ ოთახის ფანჯრის ვენეციური მინა. ფანჯრის რაფა მიმსგავსებული იყო სურათის ჩარჩოს და ფანჯარა ტოვებდა ფერწერული სურათის შთაბეჭდილებას, რომელზედაც თითქოს თეძმისა და მტკვრის ხეობები იყო გამოსახული. ამ ფანჯრიდან მართლაც მშვენიერი ხედი იშლება ორივე ხეობასა და კავკასიონზე. ეს არის ეს ფანჯარა. ჩინური ოთახის სპარსულის იდენტური ყოფილა, რომლისგანაც მხოლოდ ნაწილიღაა შემორჩენილი. თუმცა მისგან განსხვავებით ნახატობა განსხვავებულია ღია ტონალობის წვრილი მცენარეული ორნამენტიკით. მასზე მუქ წერტილებად აღიქმებოდა ფერადი პეპლებისა და დრაკონების გამოსახულებები. მხატვრობა ერთგვარი სიმსუბუქით და ეგზოტიკურობით ხასიათდება. ჩინური ორნამენტიკა განსაკუთრებულ ჰაეროვანებას სცემდა სივრცეს. ორივე შენობა
ნაგებია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მათ შორის სხვაობა შესაძლებელია სულ რამდენიმე წელია მხოლოდ. ორივე ნაგებობა წარმოადგენს სასახლეს, რომელთა ინტერიერის შემკულობაც სწორედ სპარსულ-აღმოსავლური სტილისტიკით არის განსაზღვრული და ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. გადმოცემის მიხედვით ორივე შენობა ირანიდან სპეციალური მოწვევით ჩამოსულ ოსტატებს შეუქმნიათ. გარკვეულწილად მსგავსია შესრულების ტექნიკასა და ხასიათით, თუმცა მათ შორის არის სხვაობაც, რომელიც სივრცეების აღქმასა და განწყობა შთაბეჭდილებაზეა დაფუძნებული. ვფიქრობ, რომ აღნიშნული საკითხი უმნიშვნელოვანესი დასავლური და აღმოსავლური კულტურის თანაზიარობით არის შექმნილი. არშაკუნისეული სასახლის ინტერიერის მთავარი მახასიათებელი დეკორატიულობა უკიდურესად მძაფრ შთაბეჭდილებაზეა გათვლილი, სადაც სივრცის შეკუმშულობა, განსაკუთრებით სარკეებიან დარბაზში, ცალკეული მხატვრული ეფექტებით არის მიღწეული. აქ თითქოს საგნებს შორის საზღვარია წაშლილი და ხელოვნური სიბრჭყვიალით გაბუნდოვანებულ სივრცეში კაფიოდ მხოლოდ მასალის ბრწყინვალება ეხება თვალს. არეკლად სივრცეში, რასაც შენ ხედავ, შენ თვითონ ხარ. აღმოსავლეთიც ხომ ასეთია, ერთიანი სინათლით სავსე ნათება. მარშლიან სასახლეში კი მიუხედავად ამ ზღაპრულობისა, ეგზოტიკურობასა და შთამბეჭდაობისა, ყველაფერი მკაფიოა. საგნები ნათელ და მტკიცე მოხაზულობაში ჩანს, თითქოს დეკორატიული ნახატის კი მეტად მკაფიოება ენიჭება და ნახატის ბუნება რამდენადმე იცვლება. არშაკუნისგან განსხვავებით, აქ წამყვანი ერთიანი ნათება კი არ არის სივრცის შიგნიდან ხელოვნურად განათება, სადაც მხოლოდ საკუთარ ანარებს ხედავ, არამედ თავად სინათლე. უფრო ზუსტად კი სინათლის წყარო, რომელიც სასახლეში ძალზედ უხვია და ანათებს საგნებს, მკაფიოებსა და სიცხადეს ძენს მათ. სწორედ ამიტომ მარშლიან სასახლეში მეტად იგრძნობა სივრცე, სიღრმე და ფორმა თქნა, კავშირი ინტიმურსა და განზოგადებულ შორის, სადაც სახლს გარშემო არსებული ლანდშაფტი თანაზომიერ როლს თამაშობს საერთო სურათის შექმნაში. ლანდშაფტი კი უსასრულოა, უკიდეგანო მშვიდი და თითქოს მარადიულობით ახსავსე, ამაღლებულიც კი, რომელიც ღიობების წყალობით გამუდმებულ ცოცხალ პეიზაჟად შემოდის, ცოცხლდება სივრცეში და აღმოსავლურ სივრცედაცლილ სტატიკაში სინათლე შემოაქვს და მოძრაობას ქმნის. სწორედ ამ ერთის შეხედვით უმნიშვნელო ელემენტი ქმნის უდიდეს სხვაობას ამ ორ უძვირფასეს ძეგლს შორის. არშაკუნთან აღმოსავლეთი უკიდურესი სიმძაფრით ვლინდება, ამოტუმბულ თითქოს უწონადო თავბრუს დამხვევი სივრცეებით. მარშლიანთ კი აღმოსავლეთი თანაბარზიარობს დასავლეთთან და მასთან ერთად ჰარმონიულად განაგრძობს თანაცხოვრებას. მასალის არქონის გამო ვერ ვსაუბრობ თუ როგორ მოხდა ორივე შემთხვევაში მოწვეული ოსტატების მხრიდან ორი განსხვავებული სურათისა და შედეგის მიღწევა. თუმცა ვარაუდით შეიძლება გამოვთქვათ, რომ 15 წლის განმავლობაში ინტერიერის შესამკობად მოწვეულმა ოსტატმა, მარშლიანს გულისხმობ, ერთგვარად ინსტინქტურად გაითავისა, გაისიგრძეგანა ქართული ხასიათი, რომელიც როგორც საქანთა აღმის სივრცეში, ასევე აღსაქმელის გარედან გააზრებაში სრულიად ბუნებრივად არა პირდაპირ მიბაძვაში, არამედ მის გადასხვაფერებაში სრულიად უნიკალურ ხასიათად გარდაისახა. და ბოლოს უნდა აღინიშნოს ქართული და ისლამური ხუროთმოძღვრების კარდინალური განსხვავება, რომელსაც ხელოვნებაცოდნე იუზა ხუსკივაძე თავის ნაშრომში საგანგებოდ აღნიშნავს. ეს არის სივრცის კომპონირების გააზრება. აღმოსავლეთისგან განსხვავებით, ქართული არასდროს არ არის ჩაკეტილი და გარემოსთან ჰარმონიული თანაზიარობით ის ყოველთვის მილტვის სივრცის შეძლებისდაგვარად გახსნისკენ. საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ძველთაგანვე ორი გზით წარიმართა. ერთს საფუძვლად უდევს გარემოცვიდან იზოლირების პრინციპი, ხოლო მეორე ამას უარყოფს. პირველმა პრინციპმა ჩაკეტილმა უფრო მეტად მოიკიდა ფეხი აღმოსავლეთში, ხოლო მეორე ღიამ დასავლეთში. ჩვენი საცხოვრისის გააზრება სწორედ დასავლური პრინციპისკენ მისწრაფებაა. მისი დასტურიც არის უშუალოდ მარშლიან სასახლე და ყველა შუა საუკუნეებრივი სასახლე თუ უბრალოდ საცხოვრისი. აღნიშნული ძეგლების განხილვა და შედარება მოწმობს ქართული არქიტექტურისა თუ დეკორატიული ხელოვნების განსხვავებულ თვითმყოფად ხასიათს, რომელიც ჩვენი ბუნების, რწმენის, ტრადიციის წიაღიდან მომდინარეობს. და ბოლოს მინდა დავასრულო არაჩვეულებრივი ციტატით. დიდი აღმოსავლეთი, მწვავე და ნელია მისი ცხელი შუადღე, როცა მზის ნადიმზე ოქროს ნაკადულებში ლურჯთვალა ქალწული იბადება. ღრმა და მყუდროა მისი შუადღე, როცა ცის ლურჯ ფსკერზე უძირო საიდუმლონი ბრილიანტობენ. საქართველო ხომ ნატეხია აღმოსავლეთის და ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი აკვანი. თუმცა ძვირფასია დასავლეთი ევროპა. ჩვენ ხომ იქიდან მოვდივართ, მაგრამ ევროპისთვის დასავლეთს არ ვთმობთ. უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ და საქართველო თითქოს ამისთვისაა შოპილი. დიდი მადლობა.